მოვედით. ისეთი ნერვები მოშლილი ვარ, რომ არ ვიცი შეიძლება შემომაკვდეს ვიღაცა ხელზე რა. შენ ძმას უყიდარ ვეულები და გზაზე რო გადმოვდივდით, გაუვარდა ხელიდან ამ ბედოვლაც და ჯერ ავტობუსმა გადაუვარა და მერე მოხუცმა ქალმა. ჯოხით დადიოდა. ანუ ვერ იყიდით. აუ ვიცი რა მაგარი ვეულები იყო. სპაიდერმენი ეხატა, ლამბორგინი და მოტოციკლეტი. ანასტასია რა საკეთებ? არაფერს. არა ვეღარ უყიდე, აღარ მქონდა მეტი ფული წაღებული და ხვალ უყიდი მერე არა უშავს. კი გავიქნიე 17 ლარი რა. რა სუნია სახლში კაცო? რა სუნია? მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. დამწურის სუნია კაცო, კვამლის. ვაიმე გაზზე ხო არ არის დარჩენილი რამე? ხო მიდი აბა შეამოწმე. ისე ომარიკო მეოთხე კლასში ხარ უკვე და პარკის ჭერა არის ციხელში. რაც ეს სირცხვილოა. აუ დამანებე თავი რა. ეს რა არის? აუ ბიჭო კი იპოვაბრეთ. დე მოდი. ანასტასია შეყვარებული ყავს იცი? აუ ძალიან დებილია ეს ბავშვი რა. ირანელი ტურისტი იყო, ეგრე გზას ვასწავლიდი. ვაიმე შეყვარებულზე გამახსენდა. ნუნუ შემხვდა დილით, ნუნუ მე-6-ზე რო ცხოვრობს. აი მე საიდან მოვიცოდე ვინ არის ნუნუ? ნუნუ გოგო, კასტილებით რო დადის. არ ვიცი რა გავაკეთო ეხლა. დედა ნუნუ როგორ არის გოგო? ერთი თირკმელი რო აქვს. ცალ თირკმელა ნუნუზიან ბობ. აუ ძალიან მაგარი რუჟაა ეგ ქალი. ხო ეგ. და რას მეუბნება? მაგას ბიჭი ყავს საქორწილო. ზურა. ხო და ვინმე კაი გოგო ხო არ იციო. რა უთხარი მე? შენზე კრენტიც არ დამიძრავს დამშვიდდი. კაი გოგოების მეტი რა არის მეთქი ჩემო ნუნუ. მაგრამ ეგ ისეთი ბიჭია გენაცვალე, მტერსაც არ უსურვებ. მე სპარკიც რო გამეხეს ხა თავსაც მოვიკლავ და ეგ იქნება რა. უი ზურა გამარჯობა გენაცვალე, როგორ ახარ? გამარჯობა ინგადეი და რა ვიცი, აბა თავად ხო ხართ კარგად. კი რა ვიცი ჩვენც რა გვიჭირს. რა შვები აქეთ ხარ ხო არ მუშაობ შენ? აი რა ველოდები რაღაცას რა და ეგეც თუ არ გამოჩნდა მე ვაფშე მოუხე უცხოეთში რა. ვაიმე რა უცხოეთი ზურა ნუნუს არ გააგებინო ეგ რა. მოკვდება კაცო საწყალი ქალი ნერვიულობით, ისედაც ცალი თირკმელი ეგ. აბა იმენა არ უნდათ რო ხალხი დასაკვდეს რა. მე დავამთავრე ცხეკლას და მეტი რა მექნა ხო? შენ რაღაც იზამდი ზურა რა სისულელია. დედა შენმაც ვეღარ შეძლო ახლა საწყალ ქალს ცალი თირკმელი აქვს. დილით რომ ძღერში ჩავყავი ფეხი ალბათ მოგიხსენებათ. დიდი ამბავი ახლა. ფული იცის. ფული არა სუნი იცის. სამჯერ გავრეცხი ჩუსტი. აუ ჯეჯაღისთვის ასენო თოკი და ყელსაბამი არ ვიყიდოთ. დამშვიდი ვიზრუნე უკვე მაგაზე. ფეთიფაიში შეუკვეთე და მოვლენ მალე. ომარიკო მიდი მანამდე საჭმლის ჟამი გაურეცხე ძაღლს. უი ჭამაზე გამახსენდა. გააკეთებ რამე თუ მეც პედიგრი მივირთვა. მე გავაკეთებ ხო? გაღემიდი მანამდე კარები, კურიერი მოვიდა მე მგონი. გამარჯობა, აი თქვენი შეკვეთა. აუ ფეხი ჩავდგი რაღაცაში მე მგონი. არა უშავს ფული იცის. ასე აგიხდეთ ყველაფერი, ინებეთ. აუ გახსენი რა დროზე მაინტერესებს. ეს არის საყელო, შეგიძლია რომ გაუკეთო. ამ თოკით გაასეინებ ხოლმე. ან თავს ჩამოიხჭობ. ეს კიდე არის ძალიან მაგარი კონტეინერი. ამაში წყალს ჩაესხავ, ამაში საჭმელს ჩაყრით და რო გაესეინებ ხოლმე იქვე მიირთმევს. გამომართვი. ანასტასია ეს რა არის? ეგ არის რეზინის ძვალი. კიდე ჩუსტი რო არ დამიყეჭოს. დედა რა კარგი რაღაცეებია, ჰა? ვაიმე მეც ჩავადგი მე მგონი ფეხი. აუ ეჭველი ჯეკპოტი დაგვეცემა. ბავშვებო ზარი დაირეკა შემოდით კლასში. აბა დროულად დადგილები და მერხები გავანაწილოთ. მას მე რომ არის ანდარჩა შეიძლება? უკვე ბერშტლი კინებთ. აბა იაძე, შენ დაჯდები გამათბობელთან. დედა შენ მაზამთაში ცისტიტი ემართებაო და მან დიჯდები. მერე. ომარიკო შენ გადაჯდები ვასოს გვერდზე, რომელსაც ხვიში გვირაბი გაყავს. Turn any picture to a video with this app. Just take a picture, and the AI generates many new backgrounds for you.
Choose the one you want, then let the app animate it. You have to try it. მას მეროვანისთან გადავჭრე შეიძლება? ჩემი შეყვარებულია და ეხლა რო ხელუხმა წამოვა, სიყვარულს ვერ ეგანახებ. დეგენერატი ეს. ბიჭო, მომიცმინე, ანისა გადაუძახო შენი შეყვარებული, გაიგე? თორე გაგხევ ცემაში. შენ ვინ უნდა გახიო, ბიჭო, ცემაში? დებილი ხარ ვინცხა? აი ასე დაიწყო სასწავლო წელი, ინგა, ჩემო კარგო. თან იმ ქუთაისელ ბავშვს ეჩხუბა, ახალგადმოსულს. ვაიმე, აუცილებლად გამოვასწორებთ ნატო მასწავლებელო რა, აუცილებლად. ინგა, სტუდენტი გავხდი, 50%-იანი გრანტი ავიღე, ინგლისურ ფილოლოგიაზე. რას ამბობ, ანასტასია? გილოცავ, გოგო, ვაიმე, მთელ ქვეყანას უნდა გავაგებინო ეხლა. 100%-იანი გრანტი რატო ვერ აიღე? შეხედე რეიფს ამბობს, არის ლაპარაკო შენ მოფში დღეს. ზიები ბუმწერს, გინაცვალოს ბებო მასეც ვიცოდი, ასლარს გიგზავნი. საიდან გაიგო ამან? არიცოდე მაინც გოგო ბებია შენი სამბავი. ლელა, ჩავირიცხეთ, გოგო, ჩავირიცხეთ. რა ჩავირიცხეთ, გოგო. გავგიჟდებით, იქოთ ჩემთან მოხდა ზუსტად ინგლისურ ფილოლოგიაზე. პროსტა გრანტი ვერ აიღო და ტეხავს. ხო, მაგრამ ვაღიაროთ ეხლა ანასტასია, რომ ეგ ბავშვი არ მეცადინეობდა, კაცო, ისე შენ რომ მოიწადინე წელს. დალი, როგორ ახარ, დალი? რა ვიცი, აბა ვარ, ჩვენს გოგო ასე უნდა დაკარგვა, როდის ვილაპარაკეთ, ბოლოს 1-13 წელია გასული მე მგონი. რა ვიცი, აბა ვარ, რა ჩემი გოგო ჩაირიცხა დღეს უმაღლესში გრანტით. ხო. დალი ვინ არის საერთოდ? თიკო რა შევიღებ მოლოცვებს? გოგო, ნათლია ჩემაც კი მომილოცა. ვაფშე არ ვიცოდი ნათლია თუ მყავდა. ანასტასია, ცალთირკმელან უნუყვირიც ეზოდან რაქნა შენ მადამოდა, რა უთხრა? ასე უთხარი, ჩემდას 50-იანი გრანტი და 2 თირკმელი აქო. მართლა მიდის, ეგ არ უთხრა ეხლა. დედა, რაღაცა ვერა ვარ გოგო, კარგად მე მგონი. გული ამიჩქარდა და წნევამაც ამიწია მე მგონი რა. გამარჯობა, 112 გისმენთ, რით დაგეხმაროთ? გამარჯობათ, სასწრაფო რო გამომიგზავნოთ თუ შეგიძლიათ რა. გლანში ვცხოვრობთ ჩვენ. რა ვიცი, აი გული ამიფრიალდა რაღაცნაირად და წნევამაც ამიწია მე მგონი. ხო, ჩემი გოგო ჩაირიცხა უნივერსიტეტში უმაღლესში 50%-იანი გრანტით. ხო. დიმ, შობილთა კრება დაიწყო უკვე თიმში. всё, მივედი აგერო მარიკო. გამარჯობა მშუბლიპო. მოკლედ ეხლა რატო დაგიბარეთ? მოვიდა აგერ ბოლო თვეც და მოსაფიქრებელი არის ექსკურსიაც და საწავიდით. ნატო მასწავლებელი, ხო იცით, ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ. სადაც გადაწყვეტებთ, იქ წამოვალთ მის და დათუნაც. ხო და მოსაფიქრებელიც ეგ არის, მე საწავიდეთ. გოგოებო, მე გეტყვით ჩემ აზრს რა. ხო ჩანვარ. კი, ინგა. ხო. უფლის ციხე არის იდეალური რა. თან არ ვართ ნამყოფები და მოვინახულებდით. ვაი მინგა, შენ რა დაგმართნია? ნამყოფები რომ იყოთ, ხა მან ხო აღარ წავიდოდით. ლელა, შენ რა სიტყვი აბა? გოგოებო, მეც მაქვს იდეა. შატელში წავიდეთ 60-დღეა დედამიწაზე. ძალიან დიდი ბუდიში გოგოებო, მაგრამ მე მათ ბავშვს ვერ წამოვიყვან. სასიკვდილო გზა არის. გოგოებო, საგურამოში რო ავიდეთ? ვაიმე, მაგის თქმას ვაპირებდი ეხლა მეც. მე გითქვა ინგა, ვინმე დაგიშალა? არა, ჩემო კარგო, ცუდად ნუ გამიგებ ახლა. ძალიან კარგად გავიგე ყველაფერი. ხო და იმას ვამბობდი გოგოებო, რომ ავიდეთ საგურამოში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში აქვეა. ხო ლელა? კი ბატონო, არა ჩვეულებრივი იდეა საგურამო. გიორგი, ეხლავე გაიხადა ეგ ბინძური ნასკები, თორე შეგიწირა ვიცოდე. დედა მიკროფონი გამარ. ვაიმე? ძალიან კარგი თუ მოვიფიქრეთ. მარშრუტკაზე ჩემი მეზობლის კაცს ვეტყვი და სპრინტერით წავალთ. ძალიან კარგი, დავიშალოთ მეშინ. კარგით აბა, დროებით გოგოებო. აუ, შენ რატო უნდა გაჭამო? დედა მე მიყიდა სნექი. თაიძე დაწერია, რომ ჯამპალი ბავშვებისთვის არ შეიძლება. შენზე შემოდი ბავშვი, თუ ასებობდეს იმედა. ესე იგი ამათ რაც არ უნდა მოუტანო, მაინც ერთმანეთს ჭამენ რა. როგორ მახებებს ტიპი? თავზე წაგისმევი ხა მაგას. აუ ჯე, ანასტასია შემიჭამა სნექი. რა? რატო შეუჭამე ხალბატონო?
ჭყუნის ჯეირანი ვაი მეოთხე წააგე უკვე ომარიკო რა 10 ბუქნი უნდა გააკეთო კიდე ერთხელ ბავშვებს შემოაგებინო მაგარი იდეაა ბოდიბილდერია უკვე შენ იმაზე ხერხა დაბოხმილი ჭურჭლის დარეცხვა რო წააკეთო რე გაკაშდა ბავშვი აგერ მე მივდივარ თიკოს დაბადების დღეში გოგოები დაგვბედიჟა თავისთან Anastassia met წამოვალ. საბავშვო ბაღი კი არ არის იქ. დიდი ამბავი რო წაიყვანო რა, თავისთვის იქნება. შეესწორდეთ ის მეც მინდა სადმე წასვლა. კაი არა უშავს ომარიკო, მე წაგიყვან ხვალ ზოოპარკში შენ. მალა, აუ რა მაგარია, კეთნო დედა მითხრა რომ მან დედა შენის ნათესავები ცხოვრობენო. აუ მაგარი მომშვიდია რა. და მე ხარ გამოვიძახოთ. გოგო ბაზარი არა, მაგრამ გიშლის დედა შენი. მე საცხი დავაკინგას, მუშაობს.